სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა ბზობის კვირიაკესა ზედა. იერუსალიმი სავსე იყო პასექის დიდებულ დღესასწაულზე სხვადასხვა კუთხიდან მოსული ხალხი. ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდა ცნობა განსაცვიფრებელი და ჯერ არნახული სასწაულის შესახებ, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ იქვე ახლოს მდებარე ბეთანიაში აღასრულა. ერთი სიტყვით მან მკვდრეთით აღადგინა 4 დღის წინ გარდაცვლილი ლაზარე, რომელიც ცხადია უკვე იხრწნებოდა. მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე გამოქვაბულიდან დასაკრძალი სახოვებით შესუდრილი გამოვიდა. მთელი იერუსალიმი აღტყინებამ შეიპყრო. ყოველგან ჯგუფ-ჯგუფად გროვდებოდნენ მოთათბირეები და ბჭობდნენ, თუ როგორ უნდა დახვედროდნენ უფალ იესო ქრისტეს. მოიფიქრეს სადა შეგებება, თუმცა აღსავსე უდიდესი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით იმ სასწაულთმოქმედისადმი, რომლის მსგავსით სამყაროს აქამდე არ უხილავს, ამგვარი დახვედრა გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ცნობილი რომაული ტრიუმფი, რომლითაც ბელადებსა და გამარჯვებულებს ეგებობდნენ და რომელიც განდიდების ხმამაღალი შეძახილებით იყო გაჯერებული. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ 4 დღის მკვდარ ლაზარეს აღდგინებით სიკვდილზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებისათვის, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატებოდა და მხოლოდ ღვთაებრივი ძალებით იყო შესაძლებელი, ღირსეული ქება ხელეწიფებოდა მხოლოდ ანგელოზთა ურიცხვი დასისაგან შემდგარ ერთიან მგალობელ გულს. ხოლო იერუსალიმში შეკრებილი მიწაზე მყოფი ადამიანები თავიანთი სუსტი ხმებით თუ მიაგებდნენ უფალ იესოს, მარტოოდენ მცირე ძღვენს სიყვარულისა და ქედადრეკისა და ამის გამოსახატავად თავიანთ სამოსელს თუ დაუფენდნენ ფეხქვეშ ღვიძლსა ვირისასა, რომელზედაც ამხედრებულიყო დიდებული სასწაულთმოქმედი. პალმის რტოების ქნევით ისინი ხმამაღლა გაიცახვოდნენ. ოსანა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა მეუფე ისრაელის. ახლა კი მას მივაპყროთ მზერა, ვისკენაც ეს სიყვარულია მიმართული, უფალ იესო ქრისტეს. სიხარულის ნიშანწყალის კი არ ეტყობა მის დაბლა დახრილ შუბლს, ხოლო ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით წვეთავს მის უწმინდეს და უსპეტაკეს თვალთადა. ой ღმერთო ჩვენო, ღმერთო, რა ცდივ, რა გაწუხებს? ჩვენ უსუსურსა და ცოდვილ ადამიანებს ძალა არ შეგვწევს ამის გაგებისა, ხოლო შენი ყოვლის მცოდნე მზერის წინაშე უკვე გოლგოთისაკენ მიმავალი საზარელი გზა იშლება. შენ სმენას უკვე სწდება სიტყვები იმ ხალხისა, ახლა რომ ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა იღაღადებს, ხოლო რამდენიმე დღეში პილატე პონტოელის წინაშე იღრიალებს, ჯვარსაც უედი. შენი ღვთიური ყოვლის მცოდნეობით წინასწარ უწყი ენით აღუწერელი საშინელება ალყაში მოქცეული იერუსალიმის ნგრევისა, რომელიც 37 წლის შემდეგ უნდა მოხდეს და გულში ფიქრობ, უკვე თუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობა ჩენდა, ხოლოაც დაეფარა თვალთაგან შენთან, რამე თუ მოვლენან დღენი შენზედა და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეკრიბონ შენ ყოვლით კერძო და დაგარღვიონ შენ და შვილნი შენი შენ შორის დაეცნენ და არა დაშთეს ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის, რამე თუ არა გულისხმა ჰყავს ჟამი მოხედვისა შენისა. ой ძმებო და დებო, ვინც ჩემს მწუხარე სიტყვებს ისმენ, განა თვალები ცრემლით არ გაგებსოთ, ნუ თუ არ გესმით, რაოდენ უბადლუკია ადამიანური დიდება და რა უაზრობაა მისი ძებნა და მისი მიღწევისათვის ყოველგვარი ძალისხმევა. ყოველი ჩვენგანისათვის, ვინც იესოს განდიდების ჟამს მის ცრემლებს ვუმზებთ, უაღრესად მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რომ ჩვენც გვიახლოვდება სიკვდილის საათი და ამისთვის მზადება საკუთარი ცხოვრების განხილვით, დაუღალავი სინანულითა და აურაცხელ ცოდვათა აღსარებით უნდა დავიწყოთ. რა რიგ მნიშვნელოვანია, როდესაც მთავარანგელოზის საყვირის ხმას გავიგებთ, შიშითა და ძრწოლვით კი არ შევდრკეთ,
არამედ ქედი მოვიდრიქოთ, ხოლო შემდეგ თავი ავწიოთ. როდესაც სამყაროს დიდებული მსაჯული ახლა თავმდაბლად სახედარზე მჯდომი იერუსალიმში რომ შედის, მოვა შემაძრწუნებელი დიდებითა და უთვალავი ზეციური მხედრობით ჩვენს და სრულიად სამყაროს განსასჯელად. ამინ. შეგვეციოს იერუსალიმში დიდებით შესული უფლის მადლი თითოეულ ჩვენთანაც. საოცარი ქადაგება არის ძალიან მოკლე წმინდა ლუკასი, რომელიც დღევანდელი დღესასწაულის უმნიშვნელოვანეს აზრს უსვამს ხას. შედარება და თავისი ყურადღება მან გაამახვილა არა ხალხზე, რომელიც ოსანას უგალობდა უფალს, არამედ თავად უფალს. იმიტომ რომ მისი რეაქცია ამ ყველაფერზე უმნიშვნელოვანესი რამ არის და მისი რეაქცია იყო წრემლი და წუხი. თითქოს გაუგებარია უფლის რეაქცია, იმიტომ რომ მას უნდა გახარებოდა, როგორც იქნა ხალხმა ის მესიად აღიარა, როგორც იქნა ის რისთვისაც ის მოსულია, ის გამოსახსნელადაც უფალი მოვიდა, გაიგო ამ ხალხმა, რომ ის არის ოსანას უგალობს, როგორც მეუფეს ისრაელისას ისე ეგებება. მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები, ჩვენ ხედავთ, რომ უფალი ტირის და განიცდის. და წმინდა ლუკამ ძალიან ნათლად გითხრა რის გამო, იმიტომ რომ ის უკვე ხედავს ამავე ხალხს, თუ როგორ ყირიან ისინი ჯვარსაცვი ის. და ის ხედავს რამოდენიმე ათეული წლის შემდგომ, თუ როგორ ინგრევა ის შვიდობის ქალაქი იერუსალიმი, როგორ არჩება იქ ქვაზე იმ დანაშაულის გამო, რომელიც სულ რაღაც 6 დღის შემდეგ უნდა აღსრულდეს ამ ქალაქში. აი რა ხდება, როდესაც ერთი რამე ხდება გარეგნულად და მეორე რამე არის ადამიანის გულში. აი ამაზე ტირის უფალი, იმიტომ რომ ის ხედავს ამ ადამიანების გულებს. და ის ხედავს, რომ ამ ადამიანების გულები და მათი შინაგანი მდგომარეობა არ შეესაბამება მათ გარეგნულ მდგომარეობას. მათი ოსანა შინაგანად ოსანას არ ნიშნავს. აი ამას ხედავს უფალი და ამაზე დარდობს და ამაზე უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენთაგან. მე ყოველთვის გეუბნებით და დღესაც გაგიმეორებ. სახარებაში არაფერი არ არის დაწერილი იმისათვის, რომ ვიღაცა ჩვენ გამიკითხო და თქვათ, რომ რაც უდები ყოფილა ნისი. არაფერი. თითოეული სიტყვა იქ ჩაწერილია იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი თავი შევიცნოთ მასში. თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა დავფიქრდეთ. გევართ იმ ადამიანების გვერდზე, ვინც ერთგულად მაცხოვრის ჯვართან რჩება, თუ დგევართ იმ ადამიანების გვერდზე, ვინც ჯვარცაცვის ყვირის. და ამას როგორ მივხვდებით? ამას ასე არც ერთი არ ვაღიარებთ, რომელიც ჩვენთაგანი ვიტყვით, რომ უფალს გავცემთ, არც ერთი ჩვენთაგანი. ამას უნდა მივხვდეთ იმით, რომ ჩვენი შინაგანი მე თუ შეესაბამება იმას, თუნდაც რასაც ჩვენ აი დღეს ვაკეთებთ, რასაც ამ კვირის განმავლობაში გავივლით და როგორც ვიზეიმებთ აღდგომას. თუ გარეგნული გამოხატულება, გარეგნული მოწიწება, თუ ხელში ბზის ჭერა არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა წესი უნდა შევასრულო, მე იმიტომ რომ ესეა ახლა დადგენილი, ყველა ესე აკეთებს და მეც ამიტომ ვაკეთებ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების რიგში ვიდგებით აუცილებლად, ვინც გაიყურებს, რომ ჯვარსაცვით. ამით უნდა მივხვდეთ, სხვა არაფრით, თორე ის ახლა სიტყვით რო შეგეკითხათ, მაშინაც იერუსალიმში ყველა იმას იტყოდა, რომ რა თქმა უნდა, დიდებენ წინასწარმეტყველი იესო მოვიდა. ამიტომ უნდა განვიხილოთ, მუდამ უნდა გულს უყურებდეს თითოეული ჩვენთაგანი და ვფიქრობდეთ, რომ ჩემი სიტყვა თუ არის შიგნიდან გამოსული, თუ არის ნამდვილი
თუ ეს ესეა დიდება და მადლობა ღმერთს. თუ არ არის სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს ადამიანი. თითოეული ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეს, რომ იუდას ხო არ გავს. წარმოიდგინეთ, იუდამ ვინ და იუდამ იხილა 4 დღის მკვდარი უკვე აყროლებული ლაზარეს უფლის მიერ ერთი სიტყვით აღდგინა. ბევრი არაფერი უთქვია უფალს, ლაზარე გამოვედ გარეთ, თქვა და მკვდარი 4 დღის მკვდარი. ადამიანი ესეთი არც მანამდე ყოფილა, არავის მკვდარი აღუდგენიათ წინასწარმეტყველებს მანამდეც, მაგრამ 4 დღის მკვდარი არავის არ აღუდგენია. ერთი სიტყვით, ეს იუდამ იხილა. ეს დაინახა, მის თვალწინ მოხდა. ყველაფერი ნახა, მანამდეც რაც აღესრულა და ესეც ნახა. მაგრამ წარმოიდგინეთ, იუდა მაინც როდესაც ხედავს მარიამ მაგდალინელი როგორ ასხავს ძვირფას ნელსაცხებელს უფალს, ფიქრობს ქურდობაზე კიდე. მაინც იმაზე დარდობს, რომ ეხლა ეს ფული ჩემთვის რომ მოეცათ, მე ხო საერთო გვადრუცი მას კიდევ ნიშნავს, რომ საერთო ფული მოციქულებისა მას ჰქონდა ხოლმე. უფალმა მას მიანდო ეს. და ამაზე დარდობს, წარმოიდგინეთ, რომ მეტი ფული მექნებოდა, მე და მეტის მოპარვის საშუალება მექნებოდა. აბა დაფიქრდით, მაცხოვართან ერთად არის დასაწყისი. ყველაფერს ხედავს. წესით ხო უნდა მიმხვდარიყო, რატო ჩააბარა მას უფალმა ეს ფული. ხო უნდა მიმხვდარიყო, რომ ამით მასწავლის მე უფალი, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ისიც ხო იხილა იუდამ ათასობით ადამიანი როგორ დააპურა სუმცირედი პურით და თევზით უფალმა. იმიტომ იხილა კი არა თვითონ ემსახურებოდა, ხო? ამ ადამიანებს თვითონ მიქონდა უფლისგან პური ამ ადამიანებამდე და თვითონ შეაგროვა ნარჩენები მე. და მაინც წარმოიდგინეთ, ფულზე ფიქრობს, დარდობს და ბოლოს 30 ვერცხლად ყიდის თავის მოძღვარს. იუდაც ასე იქცევა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შინაგანი არ შეესამებება მის გარეგნობას. მხოლოდ ამიტომ. ამიტომ ყველაზე მეტად თითოეული ჩვენთაგანი როგორც ცეცხლს ისე უნდა გავურბოდეთ აი ამ გაორებას, ორგულებას. ხალხის მოსაწონად ქრისტიანობას და გულში ურჯულოებას. აი ამას როგორც ცეცხლს ისე უნდა გაურბოდეს თითოეული ჩვენთაგანი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ თქვათ შევწყვიტოთ ღვთის განდიდება, არა. პირიქით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი გული შეუსაბამოთ ჩვენს გარეგნობას. პირიქით კი არ უნდა ვქნათ. აი ეს ორი უნდა გავაერთიანოთ. ამისთვის უნდა შრომობდეს თითოეული ქრისტიანი და თუ გახსოვთ სულ ბოლოში წმინდა ლუკა სწორედ ამაზე მიგვითითებს, რომ ღრმა სინანულით უნდა ვიცხოვროთ თითოეულმა ჩვენთაგან. ღრმა სინანულით უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, რომ როდესაც ბოლოს ანგელოზის საყვირის ხმას გავიგებ, შიშით არ შევდრკეთ, არამედ გაგვიხარდეს, რომ მოდის ყოველთა მეუღლე. თუ დღევანდელ დღეს რაც მოხდა იერუსალიმში ბევრი საუკუნის უკან, უფალი კიცვზე იჯდა, მდაბლად შემოდიოდა. აი მერე, როდესაც ანგელოზის საყვირი გაისმება, ის მთელი თავისი დიდებით მოვაო. წმინდა წერილი ამას გვასწავლის და წმინდა ლუკა დღეს ამას გვიმეორებს. მთელი თავისი დიდებით, ჰერუვიმებზე, სერაბიმებზე ამხედრებული, მთელი ქვეყნიერების განსასჯელად და ვაი ჩვენ მაშინ, თუ მაშინ გვიპოვა ორგულები. მაშინ უკვე აღარ აცრემლიანდება. მაშინ თითოეული ჩვენთაგანი მოისმენს სამართლიან მსჯავრს უფლისაგან. ადამიანები, ვინც ცდილობდნენ, ხაზგასმით ვამბობ, ცდილობდნენ, რომ ერთგული ყოფილიყვნენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით უფლისა. და ორგულები არ ყოფილიყვნენ, დაიმკვიდრებენ უფლის მარჯვნივ.
ხოლო ის ადამიანები ღმერთო ყველა საშორო ვინც ორგულად ცხოვრობდნენ ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ სამწუხაროდ დაიმკვიდრებდნენ იმ ადგილს სადაც იუდა არის გამოუხსნელად და უიმედოდ ღმერთმა ყველა დაიფარო სამხედრისგან ამისგან გვაფრთხილებს მთელი ეკლესია განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ჩვენ ყოველთვის უნდა შევეცადოთ ხოლმე რომ ზეიმი როდესაც არის ეს ზეიმი ჩვენთვის სასარგებლოდ ვაქციოთ და არა მხოლოდ იმისათვის რომ ავიხარე გზა დავიჭირე სახში და წავიდე არა არავითარ შემთხვევაში მთელი ზეიმის სისრულე იმაში არის რომ ის არის გაკვეთილი თითოეული ჩვენთაგანისთვის რაღაცა ახალი შესაძლებელი რაღაცა ახალი დასკვნის გამოსატანად თითოეული ჩვენი ასე ვთქვათ სულის ხონებისათვის თითოეული ჩვენთაგანი სულის ხონებისათვის ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს რომ არც ერთი სიტყვა რაც სახარებიდან ვისმენთ არ ყოფილიყოს უშედეგო ჩვენთვის ღმერთმა დაგლოცოთ და